დავიწყოთ გუშინდელი მასშტაბური აქციით, რისი დემონსტრირება იყო, გუშინდელის შეკრება და ასევე გამოვეხმაუროთ სუსში გამართულ ბრიფინგსაც. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით მოწვევისთვის. პირველი რითიც უნდა დავიწყოთ, გუშინდელმა შეკრებამ აჩვენა ერთი მთავარი, ჩემი აზრით, რაც არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი და განმასხვავებელი ქართულ ოცნებასა და ქართულ ხალხს შორის, იმ ხალხს შორის, რომლებიც ერთი წლის წინაც იბრძოდნენ და მიიყვანენ ამ ბრძოლას ბოლომდე გამარჯვებამდე. ეს არის ის, რომ ადამიანებმა ზუსტად იცოდნენ უკვე დადასტურებულად გაიგეს არა მარტო რაც BBC-ის საგამოძიებო ფილმით და ასე შემდეგ, არამედ ჩვენ გავიგეთ ყველაფრით BBC-ის საგამოძიებო ფილმით, შემდეგ რეჟიმის რეაქციებით, აი ამ რაღაც 5 დღეში დასრულებული ეგრეთ წოდებული გამოძიებით, აღრეული გზავნილებით, რომ თითქოს ჯერ მერაბიშვილმა შეიძინა, შემდეგ არ შეუძენია, შემდეგ წამოვდით, მაგრამ ძალიან არ წამოვდით, ხო, მსგავსი ტიპის აღრეული message box-ი, მსგავსი ტიპის მართლობის სისტემებში ყოველთვის მიუთითებს შიდა ქაოსზე და იმაზე, რომ ისინი არიან მართლები და ამის ერთგვარი დასტური იყო გუშინდელი ბრიფინგი და რაც მოვისმენთ ამაზე ცალკე ვისაუბრეთ. გუშინდელი დემონსტრაცია და გამოსვლა ხალხის ნიშნავდა ერთ რამეს, რაც არის მთავარი გამოსხავებელი ფაქტორი. თქვენ შეიძლება ჩვენ ქიმიური იარაღი დაგვიპირისპირდეთ, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით და რა დევს ასწორზე. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დღეს მნიშვნელოვანია ჩვენ გავიმარჯვოთ, იმიტომ რომ ეს რისკი ყოველთვის არსებობს. ხო, ნებისმიერ დემონსტრაციაზე, ნებისმიერ აქციაზე, რომ რეჟიმი შენ ან ეგრეთ წოდებულ საწამებელ მარშრუტკაში აგიყვანს და იქ გაწამებს, ან შეიძლება ქიმიური იარაღით მოგწამოს, ან პოლიტიკურ პატიმრობაში გაგიჩვენოს შორსლობით, მაგრამ გუში ხალხმა აჩვენა ერთი რამ, რომ მათ არაფრის არ ეშინიათ, იმიტომ რომ ერთადერთი შიში, რაც დღეს ქართულ ხალხში არსებობს, ეს არის უბრალოდ სამშობლოს დაკარგვის შიში, არა უბრალოდ ევროკავშირი, ნატო და ასე შემდეგ. სამშობლოს დაკარგვის შიში, სამშობლოს როგორც საქართველოს და ჩვენი როგორც რიგითი ქართველების სტატუსის დაკარგვის შიში და ამ შიშმა გადაწონა ეს ყველაფერი. ამიტომ მე მჯერა რომ ეს ბრძოლა მივა ბოლომდე და გამარჯვებამდე. მეორე, რაც შეეხება სუსში გამართული ეგრეთ წოდებულ ბრიფინგს, ხო ამ ბრიფინგმა იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე არსებობდა, ხო, ანუ პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტი კითხვა დაბადა. პირველი, რატოც არავინ არ ენდობა ამ ეგრეთ წოდებულ გამოძიებას, ეს არის ზოგადად ბრიფინგი და მისი შინაარსი, აი სხვა ყველა წარსული რო უბრალოდ გვერდით გადავდოთ, ხო, რა მოვისმენთ ჩვენ ამ ბრიფინგზე? მოვისმენთ ის, რომ გწამლავდით, ოღონდ ძალიანაც არ გწამლავდით, რაღაც სხვა ნივთიერებები იყო, ოღონდ აქ თავარი, ესეც კანონდარღვევაა. პოლიციის შესახებ კანონის 33 მუხლი არეგულირებს იმ სპეციალური საშუალებების გამოყენების ნუსხას გაწერილია, რის გამოყენებით უფლებაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. ეს იყოფა ორ ნაწილად: პასიური და აქტიური სპეციალური საშუალებები. არც ერთში, არც პასიურში და არც აქტიურში არის მითითებული ქიმიური ნივთიერებები, როგორც სპეციალური საშუალებები. უბრალოდ ამ კანონში პოლიციის შესახებ ზოგადად ქიმიურ ნივთიერებებზე ჩანაწერს ვერ შეხვდებით, არა თუ იმას, რომ დაშვებულია, ნაკრძალულია და ასე შემდეგ. არ შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ თავად გაამკაცრეს და რაღაც ბადეები ჩაამატეს და ასე შემდეგ, ხო? არ არის აკრძალულია, ზოგადად არ შეიძლება. მეორედან მნიშვნელოვანი, ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც შეიძლება გამხსნელად იყოს გამოყენებული და ამაზე ექსპერტებმაც კიდევ უფრო მეტად ამ კაფეოდ ისაუბრეს, ისედაც საშიშია და ისედაც აკრძალულია და მათ შორის საერთაშორისო შეთანხმებებით, რისი მონაწილეც არის საქართველოს, ეს შეიძლება გატარდეს როგორც ქიმიური იარაღი. და მესამე, ლაშა შერგელაშვილი ამ ქვეყნის და უკრაინის ჯარისკაცი, რომელიც პირველივე დღეებიდან უკრაინაში ფრონტის ხაზია და ჩემი სოლიდარობა მას, იმიტომ რომ მან ზუსტად იცოდა, რაზეც მიდიოდა ამ განაცხადით, ლაშა შერგელაშვილი დაუკავშირდა 4 ოქტომბრის საქმეს, 4 ოქტომბრიდან ორ თვეში ეგრეთ წოდებულ საქმეს, როდესაც ის გამოჩნდა BBC-ის ფილმში და დაიწყო მთელი მსოფლიოს წინაშე რეჟიმის დანაშაულების ფხილება. ამიტომ ძალიან მარტივად დადონ დოკუმენტაცია თუ ესეთი მართლები არიან, რა ნივთიერებები გამოიყენეს, რადგან ეს აღიარეს მათ, რომ ქიმიური ნივთიერებები ჩვენ გწამლავდით, დადონ ნივთიერება, რომელიც დოკუმენტაცია დადონ, იმიტომ რომ ნებისმიერი ნივთიერება არ არის მომწამლული. კი, ხო, ამიტომ გვჭირდება ჩვენ დოკუმენტაცია, რა იყო გამოყენებული, იმიტომ რომ ზოგადად როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სპეციალურ საშუალებებს, ეს ვთქვათ, იღებენ იმისთვის, რომ გამოიყენონ, ამ დროს ამ სპეციალურ საშუალებებს ენიჭება ნუმერაცია, ამ ყოველფრის აღრიცხვა ხდება, დგება შესაბამისი აქტები და ასე შემდეგ. ამიტომ დადონ ამის დოკუმენტაცია და მეორე, თუ ესეთი მართლები არიან, მართავ ადამიანს შეუძლია საკუთარი სიმართლე ძალიან მარტივად დაამტკიცოს. ყველასთვის სანდო, საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიება მოიწვიონ, დაუშვან და ამის შემდეგ გაეცემა ყოველს პასუხი. ეს მე კი არ მჭირდება, როგორც ამ შემთხვევაში პროდასავლური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და მათ ოპონენტს და მოწინააღმდეგეს. ეს ჭირდებათ ასობით საქართველოს მოქალაქეს, მათ შვილებს, ბებია ბაბუების თაობას, მშობლების თაობას, იმ ბავშვებს, რომლებიც 4 სკოლაში
სწავლობენ რუსთაველის გამზირის მიმდებარედ 4-5 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები არიან მასწავლებლები, აღზრდელები, უბრალოდ მაცხოვრებლები, მათ სჭირდებათ საკუთარი სიმშვიდისთვის, სიცოცხლესა და ჯანმრთელობისთვის იმისთვის, რომ გქონდეთ ისეთი პასუხები, რომლებშიც ეჭვს არავინ არ შეიტანს. რა შეუშლის ხელს ივანიშვილის რეჟიმს, რომ არ ჩაიფარცხოს ეს საქმე, რადგან ამით პრინციპში არიან დაკავებული და ამას ხატყობს ის შედეგები, ეს მნიშვნელოვანი რეზონანსული საქმე 5 დღეში დასრულებულად გამოაცხადეს. ხო, ბევრი თემა შემოაქვთ მას იმისთვის, რომ რაღაც მათ შორის საკუთარ მოედანზე ცდილობენ გადაგვიყვანონ და ასე შემდეგ. ერთადერთი რაც შეუშლის არის იმ ყველაზე სწორი და აქტუალური კითხვების დღის წესრიგში დარჩენა, რომელიც არსებობს. პირველი დაუშვან და მოთხოვნების დაუშვან საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიება კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ქვეყანაში არსებობდეს მინიმალური სამოქალაქო მშვიდობის სტანდარტი მაინც, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ საკუთარ მათ შვილებს, ბებია-ბაბუებს და მშობლებს დღეს სხვა არაფერი არ სჭირდებათ იმისთვის, რომ მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი და ანუ არ არიან მოწამლულები, ან თუ არიან, როგორ იმკურნალონ, ამის გზა იქნება უკვე, ეს თქვათ ნათელი და ამ გზას ჩვენ დავინახავთ. მეორე, რა ხდება BBC საჩივარზე? მე 7 დღე დაიწყო უკვე და BBC საჩივარი სინამდვილეში იქნება მორიგი მდგენელი და ტესტი იმისა, რეალურად ეს გამოძიება ეგრეთ წოდებული, რომელიც ჩატარდა, იყო ობიექტური თუ არა, რატო? იმიტომ რომ საჩივლის შემთხვევაში მათ მოუწევთ მტკიცებულებებზე დაშვება მისცენ, მათ შორის მეორე მხარესაც და უკვე იქ სასამართლოში მოუწევთ ამ ყველაფრის გარკვევა და მესამე რომ შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოს არც კი მიმართონ, რადგან კობახიძემ ისეთი კომენტარი გააკეთა, რომ ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მე ამიტომ დავიწყე საუბარი იმით, რომ ის აღრეული გზავნილები, რაც მათ ჰქონდათ, სინამდვილეში მიუთითებდა იმას, რომ ვერ ჩამოყალიბდნენ რა ხაზი უნდა ჰქონდათ. ჯერ არ აღიარებდნენ, შემდეგ აღიარეს, შემდეგ ვანო მერაბიშვილი შემოვიდა ამ რაღაც პოლიტიკურ კლოუნადაში მათთვის აი ამ მესიჯებით. შემდეგ თქვენს რომ აი გომელაურმა სხვა რაღაც იგულისხმა და არავანო მერაბიშვილი ბოლოს ისე დაუბრუნდნენ იმ ჩვენებას, რომ 2007 წელს რომელიღაც ებრაულმა კომპანიამ მიყიდაონ, არც ამ კომპანიას არ ასახელებენ. ფაქტი არის ერთი. არსებობს კითხვები, არსებობს მოთხოვნები. ლეგიტიმური მოთხოვნები, რომლებიც მათ შორის აქვთ მათსავე ამორჩელებს, ხო? საწამლავი არ არჩევს ნიკა ფარულავა იქნება ქართული ოსტების ოპონენტი და მოწინააღმდეგე თუ ქართული ოსტების ხარდაჭერი. რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორია არის ძველი თბილისის ტერიტორია. ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ადგილი და ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი ადგილი მთელს თბილისში. ამ ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ გამეორდები არის 5-4 სკოლა, 5-4 საბავშვო ბაღი, უამრავი სამუშაო ადგილი, უამრავი თბილისელი ადგილობრივი მაცხოვრებელი და ძალიან ბევრი ადამიანი გადაადგილდება. ასობით 1000 ადამიანს მათ უნდა გასცენ კონკრეტული პასუხი. სჭირდება თუ არა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს დამატებით ზრუნვა და სხვა ტიპის კურნალობის ჩატარება, თუ არ სჭირდება. ამას პასუხს გასცემს და მშვიდობას მოუტანს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ამ ვითარებაში დროისა და მომენტის, აი ამ დროში ჩვენ რა დროშის დღეს ვცხოვრობთ, ერთადერთი რამ ამ კონტექსტიდან გამომდინარე, ეს იქნება მიუკერძოებელი საერთაშორისო გამოძიების პასუხები და რატო? ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი წლის განმავლობაში ბევრი რაღაც თქვა. ისინი ამბობდნენ, რომ ფული რო დაუდო ქართული ოცნების წარმომადგენლებს წინ, ხელს არ მოკიდებენ, ისინი კორუფციონერები არ არიან და აგერ ღარიბაშვილი კორუფციის ბრალდებით დღეს არის ბრალდებული, ხო? რატომ უნდა დაუჯეროთ ასეთ გუნდს, რომ რაღაც გამოძიება ჩაატარეს? ისინი ფარცხალაძეზე ამბობდნენ, რომ უმციკლო ადამიანია და ამ ქვეყნის პატრიოტი იყო და არანაირ რუსეთის FSB-ს გავლენის ქვეშ არ იმყოფება და ამ სანქციების გამო ჩვენ კანონები უნდა შევცვალოთ. რა აღმოჩნდა საბოლოო ჯამში, რომ თურმე დღეს ფარცხალაძის უახლოესი წრე ბრალდებულია მათსავე მხარდაჭერილი ჯგუფები, ხო? მესამე და მნიშვნელოვანი, მათ 2024 წლის ზაფხულში დაიწყეს გამოძიება ასევე სუსმა უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე, ანუ ორ ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს, ერთი ევროკავშირის და ნატოს წევრი სახელმწიფოა პირდაპირ ბრალი დასდეს იმაში, რომ თქვენს ტერიტორიაზე თქვენი შეიარაღებული ძალები ან და სპეცსამსახურები ამზადებენ სპეციალურ ჯგუფებს, რომლებიც არ გეგმავენ სახელმწიფო შეიარაღებულ გაატრიალებს. ამ გამოძიებაზე რა ხდება? ზოგადად სხვა გამოძიებებზე რა ხდება? რა ხდება იმაზე, როდესაც ამბობდნენ, რომ ერთი წლის წინ 500-ზე მეტი ადამიანი რო აწამეს სახელდახელოდ მოწყობილ სამარშრუტო და საწამებელ ტაქსებში. ამას ვიძიებთ. ამ საქმეებზე რა ხდება? რა ხდება იმაზე, მთელ ქვეყანას რო გვირეკავდნენ და გვაგინებდნენ და თან გვემუქრებოდნენ, სახლებიდან ხვდებოდნენ მათი ეგრეთ წოდებული ტიტუშკები. ამაზე რამე წინსვლა იყო? ხალხს ადამიანებს დაზარალებულობის სტატუსი აქვთ და არანაირი წინსვლა არის. ამიტომ არ აქვს ნდობის მანდატი. თქვენი აზრით ეს ისეთი თემა, ისეთი მასშტაბის სკანდალია, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს მორიგ სასანქციო პაკეტს უანონსებს. შესაძლოა ჩვენ ვიხილოთ დიდი ბრიტანეთისგან სანქციები. ანუ თქვენ როგორ მუშაობთ ამ მიმართულებით? რას აპირებთ პროდასალური პარტიები? ერთგვარად ჩვენ ხედავთ, რომ აორგანიზებთ აქცია, მარშებს და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით როგორ მუშაობთ და რას აკეთებთ? სიამოვნებაში ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი. ამ მიმართულებით პროდასალურმა დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა სხვა აქტივობები დაიწყეთ, როგორც ერთად ასევე ცალსალკე. პირველი იყო გუშინდელი, ეს თქვათ
გამოხატულება, რაც ჩვენ ნახეთ, დემონსტრაცია იმ თავარი პოლიტიკური მოთხოვნით, რომელიც აქვს, ეს არის ჩატარდეს საერთაშორისო მიუკერძოებელი გამოძიება. მეორე და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროდასავლური ძალები ერთად და ცალ-ცალკე ვცდილობთ, რომ მოვაგროვოთ მაქსიმალური ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ, მათ შორის იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც ჰქონდათ კონკრეტული ჩივილები, რომლებზეც საუბარი იყო იგივე BBC-ის საგამოძიებო ფილმში და ამაზე იყოს ერთად დადოკუმენტირებული და შემდეგ ეს ყველაფერი უკვე აქტიურ პროცესში ეგზავნება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. მესამე, ყველა ის აღრეული გზავნილი, რომელიც ჩვენ მოვისმენთ და მათ შორის, რომელიც შეიცავს სამომავლო დანაშაულის ნიშნებს, ეს ყველაფერი დოკუმენტირდება და მიეწოდება ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ჩვენს პარტნიორებს და მეოთხე, ამაზე მუშაობა დაწყებული აქტიურად, როგორც ერთად და ცალ-ცალკე, ამიტომ აღნიშნე, ანუ ძალების ერთად კონცენტრირებაც მიმდინარეობს და მეოთხე, ამ შემთხვევაში ჩემი კოალიციის სახელით ვისაუბრებ, ჩვენ მქონდა გუშინ შეთავაზება ქართული ხალხის მიმართ, ეს არის ძალიან კონკრეტული შეთავაზება, რომ ადამიანები, ვინც მოიწამნენ შესაძლო ქიმიური იარაღით, ყველა რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების შემდეგ მიიღებენ შესაბამის სტატუსებს, მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას და ამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე სახელმწიფო ეცდება, რომ მაქსიმალურად იზრუნოს და დაიცვას და ეს არის სწორედ იმ ინიციატივის გაგრძელება, რომელიც გვქონდა ჩვენ ერთი წლის წინ უკანონო დაკავებულებთან, რეპრესირებულებთან, უკანონოდ გაშვებულ საჯარო მოხელეებთან, დაჯარებულებთან. რატო? ამ ადამიანებს აქვთ კონსტიტუციით უფლება მოითხოვონ კომპენსაციები, მიიღონ შესაბამისი სტატუსები და ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება იგივე 9 აპრილს დაზარალებულებთან და იგივე საბჭოთა რეპრესიების ხრობლებთან. ნიკა, მადლობა სტუდიაში მომბრძანებისთვის.